საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნების ეტაპზეა. ერთი მხრივ ცოტა ხნის წინ Selfie Mobile ერთდროულად 4-ვე სიხშირის აუქციონის გამარჯვებული გახდა და 23 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით იღებს ვალდებულებას 2026 წლის ბოლომდე ქვეყნის დასახლებული ტერიტორიების 90% მაღალ სიჩქარიანი მობილური ინტერნეტით დაფაროს. მეორე მხრივ დასრულდა სატელეკომუნიკაციო ფიზიკური ინფრასტრუქტურის კვლევის მეორე ეტაპი, სადაც ევროკავშირის ექსპერტებმა და კომუნიკაციების კომისიამ დაადგინეს, რომ საკომუნიკაციო არხებზე დაშვების ბაზარზე დომინანტი მოთამაშე არსებობს, რომელიც ფიზიკური ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70% ფლობს. კვლევამ გამოავლინა, რომ კონკურენციის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი რეგულაციები, რაც ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი არჩევანის ზრდის, ინფრასტრუქტურაზე თანაბარ დაშვებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. რა გამოწვევებია ქართულ ტელეკომ ბაზარზე, რამდენად რთულია პატარა კომპანიებისთვის ოპერირება და რა არჩევანი აქვს ამ რეალობაში მომხმარებელს მაღალხარისხიანი ინტერნეტის მისაღებად, უჩასეთური მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო უჩა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და როგორც შესავალშიც აღნიშნეთ, მოდით პირდაპირ დავიწყოთ გამოწვევების შეფასებით საუბარი ამ ეტაპისთვის იმ ფონზე, როდესაც 70% ერთ კომპანიას ეკუთვნის ინფრასტრუქტურის ნაწილში, რაც კვლევამ აჩვენა, რამდენად ჯანსაღია კონკურენცია, რა არის ძირითადი გამოწვევები და რამდენად რთულია პატარა კომპანიებისთვის ოპერირება და შესაბამისად რა არჩევანი აქვს მომხმარებელს ხარისხიანი ინტერნეტის შესაბამის ფასად მისაღებად. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხებია, რასაც კომისია შეეხო მის კვლევაში, რომელიც მათ შორის ინფრასტრუქტურასთან დაშვებას შეეხება, იმიტომ რომ იქ სადაც არ არის ინფრასტრუქტურა, ჩვენი იძულებული ვართ ვიქირავოთ ეს ქსელი, კონკურენცია რომ შეიქმნას და მომსახურების მიწოდებისთვის დაქირავებული დაშვება დავარქვათ ამას ჩვენ ენაზე. დაშვების შედეგად ვახერხებთ მომხმარებელთან მისვლას, ამიტომ ეს ნაწილი საკმაოდ ისეთი იყო, მნიშვნელოვანი იყო, ბევრი რამ გაკეთა წელს დაუშვათ ამ მიმართულებით, როგორც რომ მაგალითად ეწოდებული ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონის მიღება, მათ შორის იგივე ეს რეგულაცია და სხვა რეგულაციებიც, მათ შორის ქსელის შენებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდ ქალაქებში საკმაოდ პრობლემას წარმოადგენდა გამოწვევა და ვარქვთ ალბათ ფუსტორი იქნება ის რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქსელთან დაშვება. იყო რეგულაციები, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ ვარუარყოფთ, თუმცა მისი ასრულების ნაწილში გაგვიგული დეტალები შეიძლება წვიმანები დავარქვთ, რომელიც არ რთულებდა გარკვეულწილად ვადების კუთხით, იგივე პირობების შესრულების კუთხით, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ვთქვათ პირობების გარეშე დაშვება მოხდეს, რომ გასაგებია ეს მოთხოვნას დიდი კომპანიების მხრიდან, თუმცა ბოლოს შემოთავაზებულმა რეკომენდაციამ, რომელსაც ევროპელი ექსპერტები იყვნენ ჩართულები, საკმაოდ დეტალურ დონეზე ჩამოწერა ვადები მათ შორის პირობები, მათ შორის გამჭვირვალობის განსაკუთრებული ვალდებულებები ჩაიდო, ეხლა არ ჩამოვთვლი ძალიან ბევრი დეტალია შინ 5 პუნქტად არის გაშლეს ვალდებულებები. შესაბამისად იმედი გვაქვს, უკვე ეს როცა გადაწყვეტილების ფორმით იქნება გამოცემული, უკვე განსხვავებული რეალობები იქნება მათ შორის ქალაქებში, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ და აქვე მინდა ვახსოვო მეორე გამოწვევას, როგორც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი აზრით ეს არა მარტო ჩვენი ასე ვთქვათ საკითხის შეეხება ყველას, ეს არის დემპინგური ფასების შემთხვევები რეგიონებში, შესაძაც ჩვენ ხედავთ, რომ თბილისში საცალო ფასები არის ორჯერ უფრო მაღალი ვიდრე რეგიონებში. დიახ. თვითღირებულება ხარკო გასაგებია ამას ყველა უყურებთ, თუ რამდენი გვიждდება ჩვენ მომსახურების შექმნა, მაგრამ ის ამოცემულობაც არის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში. გვაძლევს იმის საშუალებას ვიფიქროთ, რომ გარკვეული რეზერვაციებია შექმნილი კონკურენციის გამოწვევების კუთხით და დაშვების ბაზარის რეგულაცია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოაგვარებს სწორედ ამ მაღალ ფასებს, თუმცა ეს არნიშნავს, რომ რეგიონების დაბალი ფასები ავტომატურად მოგვარდება. ამას ალბათ საკი რეგულაცია ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი გათვლებით ძალიან უხეშად დაახლოებით გონია რეგიონებში ფასები დაახლოებით 30-40% უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. გასაგებია. ინფრასტრუქტურაზე დაშვება ფასები და ასევე ტექნიკური შეზღუდვები, ეხლა რაც გამოიკვეთა თქვენი საუბრიდან, ეს არის რეალობა. ფასების ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ, ახსენეთ, რომ არის დაბალი ფასები, რაც შესაბამისად აისახება ხარისხზე. რეკომენდაცია მარეგულირებელთან თქვენი კონკრეტული რა არის და მწყიდველუნარიანობას განსაზღვროთ რეგიონებისა და დედაქალაქის, რაც არის განსხვავებული. კი, თავით სწორად შენიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორი მომენტი. პირველი არის ის, რომ ესათვის მომსახურება შედგება
დანახარჯების სტრუქტურისგან, რომელიც თავისთავად ცხადია, გაანალიზებადია და ამას მარტივად ნახავს ყველა. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მცირე და საშუალო მიკრობიზნესი ვამბობთ, რომ ის ხარჯების ნაწილი, რომელიც ძალიან გაგვიიაფა კომისიამ ბოლო რეგულაციებით, საბითმო ბაზარს გულისხმობდა, რამოდენიმე მიმართულება არსებითად, რამოდენიმეჯერ შეიმცირდა და ასე ვთქვათ, უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა მიუხედავად ამისა, შეთავაზებული ფასები ხარინა კომპანიები დავასახელო. კონკურენციის გამო არის შეთავაზებული გარკვეული ფასკლებები, აქციები და ასე შემდგომ. ქუჩების მიხედვითაც კი დაუშვათ იგივე სამეგრელოს რეგიონში. ამას ვამბობ და შესაბამისად არის შუალედი მოსაძებნი, რა თქმა უნდა, კომისიასთან ამაზე კონსულტაცია გაიმართა რამოდენიმეჯერ. ეს გამოწვევა და ამ საკითხის შესახებ იყო შეხვედრები კომისიის წევრებთან და თანამშრომლებთან, მათ შორის და საშუალო ბიზნესის ინფორმაცია გაცვლილია, ამიტომ ველოდებით რომ იქ სხვა კორპორატიულ სეგმენტზე იყო ძალიან მაღალი ფასების საკითხი დასული და ეს საკითხის მოწესი ხდება, თუმცა ის რაც ხდება კონკურენციის შეზღუდვისთვის მოკლევადია და საშუალოვადიაში ძალიან ამაზიანებელია ჩვენთვის, ჩვენ უნდა განვითარდეთ, ეს რა თქმა უნდა არ აისახება ხარისხზე, იმიტომ რომ თუ ნახავთ ჩვენ მაგალითად ბოლო 2-3 თვეს მცირე და საშუალო ბიზნესმა დაახლოებით ჩვენმა წევრებმა ყოველ შემთხვევაში გააორმაგეს თუ არ გაასამაგეს იგივე ფასში სინდიკატის სიმძლავრეები. თუმცა ეს აი ძალიან მწყიბზეა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გასაგებია ახალისება მომხმარებლების აუცილებელია, თუმცა საუბარია იმგვარ საფასო სეგმენტზე, რომელიც არ იძლევა განვითარების საშუალებას, აიძლევა წიწასთვის საშუალებას, რაც თავისთავად გამოწვევა. და მეორე მხრივ თბილისის ვსაუბრობთ, რომელზეც ეს ფასები ორჯერ მეტია, ხო? ამიტომ გონია რომ სანახავია კარგად ეს საკითხები და ეს გამოწვევა და მოგვარდეს რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უკვე აისახება მომხმარებელზეც ხომ ასე ასე რომ მომხმარებლის ინტერესიც არის რომ დარეგულირდეს ერთგვარი ბალანსი იყოს ნაპოვნი რა თქმა უნდა კონკურენციის გარეშე ამ შემთხვევაში მომხმარებელი რჩება უკვე ალტერნატივად რაც თავისთავად ცუდია Selfie Mobile-ის кейსის შეფასება მინდა გთხოვოთ აუცილებლად ბაზრის დინამიკაზე ეს როგორ აისახება როდესაც 4-ვე სიხშირის აღება არის მათ კისერზე ასე ვთქვათ ჩვენ გულშემატკივრობთ ძალიან მესამე კომპანიას, იმიტომ რომ თუ შეხედათ სხვა ორ კომპანიას, ისინი კარგად თანამშრომლობენ ჩვენთან, თუმცა მათ აქვთ ერთი გამოწვევა დავაქვათ ამას, როდესაც კომისიასაც აქვს ყურადღება გამახვილებული, ეს არის 3 და 4 შეთავაზება, ანუ ისინი ყველა იმ ბაზარზე ოპერირებენ, რომლებიც არსებობს საქართველოში, რაც selfie შემთხვევაში ასე არ არის, ამიტომ გონია რომ მესამე კარგი, ესე ვთქვათ, გაუმჯობესებული და ძალიან მაღალხარისხიანი მომსახურება selfie-სთან შეთავაზებული ბაზრის მოცემულობებს არსებითად შეძლებს და გააჯანსაღებს. ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ბოლო 2-3 წელი აქვს ქსელის გადაიარაღების და გაუმჯობესების კუთხით, ამიტომ ველოდებით რომ შემდეგი წელი ამართულებითაც საკმაოდ კარგი იქნება და ეს რა თქმა უნდა კლდეობაში წააგება არა მარტო მომხმარებელს, ასევე ზოგადად ტელეკომ ბაზარსაც. და საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ, რომელიც 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადები შეიცვალა, ასევე დაფინანსების საკითხიც არის მნიშვნელოვნად შეცვლილი. მოდით გაგვიზიარეთ რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი და ასევე შევაფასოთ ამ დრომდე მიღწეული შედეგები, განხორციელებული ის ნაწილი პროექტის, რაც არის რამდენად პასუხობს თავდაპირველ მიზანს. იცით რა, ერთი შეხედვით ეს თითქოს ვადების გადაწევა, თანხის გაზრდა, რაღაც სტოებს შეშთაბეჭდილებას თითქოს რაღაც კარგად ვერ არის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია დაგარწმუნოთ ჩვენ როგორც ორგანიზაცია, რომელიც ამას პირდაპირ უწევდით მეთვალყურეობას და ზედამხედველობას, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ეს ჩვენთვის. პირდაპირ ჩვენთან არის ეს დაკავშირებული. ეს არის ხიდი მომხმარებელს, სადაც ქსელი არ არსებობს და თან საუბარი არის ძალიან მაღალხარისხიანი ოპტიკურ ქსელზე. ეს არის თქო ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია დღეს ამას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ შევიდა თქვა რომ დღეს უკვე თბილისთან ჩამოსულია ქსელი და თითქმის დასრულებულია და დარჩენილი რამოდენიმე პატარა მონაკვეთი და შედუღებები. ამიტომ ჩვენთვის პრინციპში დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით პროექტი უკვე დასრულებულია და ის რაც უნდა დაემატოს ეს არის გადაზღვევა ამ ქსელის, ანუ მაგალითად ეხლა ვიღოთ ახალციხე და უშუალოდ წალგის მონაკვეთი, ხო? თბილისის მონაკვეთი უკვე ჩადებულია, ხა ეს არის გადამზღვევი იმისთვის, რომ თუ დაუშვათ და რაღაც გამოწვევა იქნება და გეწოდებული კაბელქათი იქნება დაუშვათ თბილისის მონაკვეთზე, ქსელი არ გაითიშოს და აუცილებლად არსებობს ამის ალტერნატივა. ამიტომ ამ შემთხვევაში მოდი ამას დავარქვათ ქსელის გადაზღვევის პროცესის ეტაპზე გადავდივართ ამ შემთხვევაში. ქსელი არსებითად უკვე დასრულებულია დაუშვათ 95-96% უკვე და დარჩენილია და ბოლო აკორდები თქვა, ესე შეიძლება ითქვას. ამიტომ პროექტი უნდაო წარმატებულია, დააგვია და სამწუხაროდ დაწყება ამ პროექტის, თუმცა ეს ხამს არაფერი ეშველება.
და მათ შორის ჩვენი წევრებით ინტენსიურად უკვე იყენებენ დღეს ამ ქსელს, მასში უკვე ჩვენი ტრაფიკი მოძრაობს, მათ შორის ქუთაისში არის მოწყობილი ინტერნეტის ურთიერთგაცნობის წერტილი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ქსელით ოპერატორებს, იცვლება არა მარტო ინტერნეტ, ასევე მედია ტრაფიკის და სხვა ყველა მსგავსი ტრაფიკი, რომელიც შეიძლება გაიცვალოს, ამიტომ ეს ქსელი ძალიან ღირებულია, მნიშვნელოვანია, წარმატებები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმ ხალხს დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს დამთავრებული ოპერატორის და მარეგულირების ის ამაში მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ეს არის გარდამტეხი პროექტი, მათ შორის 5G-ის მიმართულებითაც ნიშნავს, რომ გვექნება ძალიან მაღალხარისხიანი ქსელი, რომელიც ძელვადია პერსპექტივაში მოგცემს წინ გაწასვლის საშუალებას ბევრი მიმართულებით. მომხმარებლისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა დაახლოებით რა ვადებში განიხილავთ, რომ აი ეს სიკეთეები, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, სრულფასოვნად იქნება ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს. უახლოეს თვეებში შემიძლია გითხრათ, ჩვენ ველოდებით, რომ იანვრის ბოლოს უკვე თბილისის ქუთაისის შეერთებას ჩავთავთ, ხოლო რაც შეეხება ქუთაისის შეერთებას დასავლეთ საქართველოს ქალაქებთან, ეს უკვე შემდგარი პროექტია, არსებობს და ეს უკვე ხელმისაწვდომი არის დღეს. შესაბამისად დავრჩა ბოლო, ასე ვთქვათ, თბილისთან შეერთების რამდენიმე კილომეტრების ჩართვა. კი ბატონო და ასოციაციის გადმოსახედიდან და პოზიციიდან მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებისთვის ამ პროექტის და პროგრამის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ კიდევ ერთხელ. და შეცვლის ბაზარზე. ეს შეცვლის ავიღოთ ბავშვად გამოწვევას ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმი სვანეთის მიმართულებით ქვემო სვანეთში მათ შორის რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი მათ შორის რა ვიცი ზემო იმერეთი ყველგან არსებობდა სხვა პლატფორმის ქსელები, მაგრამ დღეს ჩაიდო უალტერნატივოდ, რასთავლე წრედებია შეკრული ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ გადაზვეულია ქსელი სრულად 100%-ით და დღეს ჩავთვალოთ, რომ უკვე გასაკეთებელია ეგრეთწოდებული ბოლო მილი, რომელზეც ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ რაღაც ხარდაჭერა იქნება მათ შორის ცილდა საშუალებისას, იმიტომ რომ ჩვენ გონია, რომ ჩვენზე კარგად მომხმარებელთან არ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ 24 საათი 7-ზე ვემუშავებით მომხმარებელს გაზიანებების ხარისხი, ძალიან ისე ვთქვათ, კონცენტრაციის და ზედმეტად ვთქვათ, ზედმეტად ალბათ როგორ გითხრათ? პირდაპირ ვართ მიმულები მომხმარებლების მაჯისცემასთან, შეიძლება თქვა პირდაპირ. ამიტომ ჩვენთვის ამ ქსელის არსებობა ნიშნავს, რომ მათთან შეცვლის პრობლემა უკვე აღარ გვაქვს. რეგიონებში შეღწევა აღარ არის საჭირო რადიოქსელი და ეს ქსელი უკვე არსებობს და შესაბამისად ბოლო მილის ინსტალაციებით უკვე აბონენტი მიიღებს ასე ვთქვათ, სუპერ ხარისხის მომსახურებას შეუზღუდავი სიჩქარით. ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ მომხმარებლის ცნობიერებაზე, მათი არჩევანის სისწორეზე, რაც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, ანუ რაზე ახდენენ ისინი ფოკუსირებას, ეს არის ხარისხი თუ ფასი და რა უნდა იყოს განსაზღვრელი მათ შემთხვევაში ერთგვარი რჩევა რომ მივცეთ? იცით აქ ბევრი გამოწვევა მიმართულებით არის ინტენსიური მუშაობა, თუმცა ალბათ ჭირდება თვითონ ოპერატორებსაც უფრო მეტი მუშაობა მომხმარებელთან, იმიტომ რომ მაგალითად ავიღოთ ერთი ესეთი საკითხი, როგორც არის მოძველებული Wi-Fi რაუტერები. შეიძლება არის ზარები მომხმარებლებისგან, რომლებიც გვეუბნებიან ჩვენ, რომ დაუშვათ არ მიეწოდებათ ის სიჩქარე, რომელიც ხელშეკრულებაში იყო დაუშვათ გადაწერილი, თუმცა მიზეზი ამ შემთხვევაში არის აბონენტის შიდა მოწყობილობების გამოწვევები, მათ შორის მოძველებული კომპიუტერული ტექნიკაც, ხო? მათ შორის შეიძლება ის იყოს ვირუსული მრავალსახოვანია ეს გამოწვევა, რომელიც შეეხება ინფორმირების ნაწილს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი არჩევანი ამ შემთხვევაში მაინც ფასია სამწუხაროდ განაპირობებელი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ გაორმაგებულია სიჩქარეები და სადაც საერთო ტრენდია თორსტები ჩვენი ბაზის, იმიტომ ყველა მე ანალოგიური რაღაც გააკეთა, თუმცა ჩვენ ეს დაახლოებით 3-4 თვე ამას ინტენსიურად ვახორციელებთ, რომ საფასი შევინარჩუნოთ, იგივე ფასი რაც ჩვენ გქონდა, შეიძლება მცირე ცვლილება იყოს, თუმცა სიჩქარე არის გაორმაგებული. ამ შემთხვევაში და უახლოეს პერიოდში ალბათ ეს კიდე გაიზრდება, ტენდენცია გაგრძელდება აუცილებლად, იმიტომ რომ ამისთვის ჩვენ ვმზადებით და ოპენეტი კიდევ ერთხელ კაი საშუალება იქნება ამისთვის, რომ ამას მივახციოთ, თუმცა არის იგივე საერთაშორისო შეერთების გამოწვევა და იქაური ფასების რეგულაცია, რომელიც ასევე გზაშია და დაეწევა ამ ყველაფერს. არის იგივე ბევრი სხვა საკითხი, რომელიც იმედი გვაქვს, რომ რაღაც ისეთი პერიოდია, რომ რამდენიმე საკვანძო კვლევის რეგულაციის სახით შემოღება უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში. ანუ ეს არის პროცესი, რომელიც იდამურად ვითარდება, როგორც ჩანს 2026 წლის მთავარი სიახლე რა შეიძლება იყოს, მოდით ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი წელს და უკვე მომავალ წელს სიახლეებით რა თქმა უნდა დაგელოდებით. მთავარი სიახლე იქნება ალბათ ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საკითხი გლობალური ბაზის რეგულაცია და ფასების კიდევ უფრო მეტი ლიბერალიზაცია, ის ნიშნავს, რომ უფრო იაფად მივიღებთ ცნობას ევროპულ ინტერნეტთან და საქართველო გახდება საბოლოო ჯამში უფრო მეტად ინტეგრირებული აი ამ ასე ვთქვათ იაფ და მაღალხარისხიან ინტერნეტ სივრცესთან. ეს ხდება ალბათ ერთ-ერთი მთავარი
უმთავრესი საკითხი. 5G ალბათ აუცილებლად უნდა გამოყოთ 5G-ის დასრულება ასევითად შეცვლის მოცემულობებს და ოპერატორის პროექტის დასრულება, რომელიც ასევითად მოგცემს განსხვავებულ მოცემულობებს უკვე მთლიან საქართველოს მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა პოზიტიური მესიჯებისთვის, რაც დაგვიტოვეთ. უჩასეთური მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით სექტორზე.